ტროვანტები, რუმინეთის ცოცხალი ქვები. ალბათ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უსიცოცხლო ცივქვას სიცოცხლე შეეძლოს. რუმინეთის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ ტროვანტები, რომლებიც ასევე ცნობილი არიან როგორც მზარდი ქვები. ეს სახელწოდება მათ აბსოლუტურად სამართლიანად დაიმსახურეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქვები ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმებივით იქცევიან. იზრდებიან, მრავლდებიან და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებიან. ტროვანტებს ხშირ შემთხვევაში ბურთის ან ცილინდრის ფორმა აქვთ. გაჭრილ მდგომარეობაში კი ხის მერქანს ჰგავს, რომელსაც თავისი წრეები აქვს. წვიმის შემდეგ ტროვანტები ცოცხლდებიან და ზომაში იზრდებიან. მათ ზედაპირზე სწრაფად მზარდი წანაზარდები ჩნდება. დროთა განმავლობაში ქვები თავისთავად გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე. ძველ ქვაზე გაჩენილი წანაზარდი იზრდება და გარკვეული დროის შემდეგ მშობელს სცილდება. ამის შემდგომ კი დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას. ეს ცოცხალი ქვები რუმინეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. ბუნებრივ პირობებში ეს ქვები ყველაზე დიდი რაოდენობით ორ რეგიონში გვხვდება. ესაა ვილჩა და სოფელი ოტესანი. ვილჩაში 2006 წელს ტროვანტების მუზეუმი გაიხსნა, სადაც თავმოყრილია ყველაზე საინტერესო ქვები. მათ შორის ყველაზე დიდი, სიმაღლეში 10 მეტრს აღწევს. მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს. რაც შეეხება ოტესანს, აქ ქვები ძირითადად მდინარის ნაპირზეა და სხვადასხვა შეფერილობა აქვს. მეგობრებო, გთავაზობთ სარეკლამო სივრცეს ჩვენ ვიდეოებში. ასევე ვეძებთ სპონსორს. თუ თქვენ სურვილი გაქვთ, მხარი დაუჭიროთ გვერდს. კონტენტის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკვიზიტები აღწერაშია. გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.